ჩემ გახედავთ იორკ მინსტერს, რომელიც 250 წლის განმავლობაში შენდებოდა. ხალხო, 250 წელი. იმდენად მასიურია, რომ კადრშიც კი არ ეტევა, ვერსაიდან ვერ მივხვდე ისე, რომ სრულად ჩამედია კადრში. ეს არის იორკ მინსტერი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოთიკური ტაძარი ევროპაში და მის აშენებას, როგორც გითხარით, 250 წელი დასჭირდა და აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიტრაჟი არის მსოფლიოში, რომელსაც ქვია Great East Window. ტაძარი შუა საუკუნეების ინჟინერიის ნამდვილი სასწაული არის. იორკ მინსტერის უკან არის ესეთი 7 წყნარი მწვანე ეზო, ბაღი, პარკი, ასე ვთქვათ, სადაც შევიარეთ, ასეთი საყვარელი სანაყინა იყო და ცოტა ხანი დრო გავატარეთ, ასე ვთქვათ. ქალაქი შემოვიარე ფეხით, ძალიან პატარა არის და ვერ გეტყვით ძალიან სწრაფად თქო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ერთი დღე სრულიად საკმარისი არის იორკში იმისთვის, რომ დაათვალიერო და ქალაქზე წარმოდგენა შეგექმნას. რაღაც კადრებს გაჩვენებთ, მეტი მინდოდა, მაგრამ შაბათი დღე იყო. არა, უბრალოდ შაბათი დღე არ იყო. აღარ მახსოვს რა დღე იყო, მაგრამ ჰოლიდეის პერიოდი იყო, შესაბამისად ძალიან ბევრი ხალხი იყო. და რაღაცნაირად გამიჭირდა ყველაფრის გადაღება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან საინტერესო ადგილები განსაკუთრებით გადატვირთული იყო. ეს სანახაობრივი მნიშვნელოვანი ადგილები რაც იყო, ყველაფერი მოვიარეთ, ვჭამეთ, ყავაც მივირთვით, უგემრიელესი ისეთი არსად რო არ დამილევია აქამდე და წავედით შოტლანდიისკენ, გზაში ესე გაგვიწვიმდა, აი გზაც კი ისეთი სასიამოვნო არის. სიმწვანე მშვიდი მოძრაობა, ეს წვიმაც ისე უხდებოდა შოტლანდიის გზას, აი ფანჯარას რო ჩამოწევდა, უსუფთავესი ჰაერი შემოდის და მიუხედავად იმისა, რომ ავტობანი იყო ფაქტობრივად მთლიანად იორკიდან ედინბურგამდე, აი მაინც ძალიან მშვიდად ვიმგზავრეთ. საღამოს 10 საათია, მეგობრებო, ამასობაში ეხლა ჩამოვედით ედინბურგში, დაუბინავდით სასტუმროში. სასტუმროს ოთახი ძალიან მომწონს, მშვენიერია. მაგრამ ერთი შეხედვით გაჩვენებთ ოთახს, ესეთი კუსკუსა. ულამაზესი ოთახია, საპირფარეშო, სააბაზანო, გარდერობი, ეს ისე დასაჯდომი სივრცე, სამუშაო, რაც გინდათ დააქვით, საწოლი, ტელევიზორი, მაცივარი, სნეკები, ჩაი, რძე, რა თქმა უნდა, ბრიტანეთში ერთის გარეშე არ წყდება არაფერი. სასმელები მაცივარში რა გვაქვს, ვნახოთ. მაცივარში სასმელები. I think that's so cool. ეხა ჩემი პროსეკო უნდა მომიტანონ, ველკამ პროსეკო, რადგან უარი არ მithქვამთ, საკმაოდ დაღლილი ვარ. გზაში ძალიან გაწვიმდა და ღამე რო იყო, აი რაღაცა ჩემი ქმრის მაგივრად მე მიჭრელდებოდა თვალების საჭესთან. ხო და მოკლედ ეს. წავედი ხა და ხვალ დავათვალიეროთ ერთად ედინბურგი. ჩემი პირველი ვიზიტი არის ედინბურგში. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, იმიტომ რომ დაახლოებით 6 წელი ალბათ რაც მინდა რომ ედინბურგი ვნახო და მოკლედ ყველამდე ეხა წავალ ცოტას დავისვენებ, მოვდუნდები, მგონი მშია კიდეც. Oh, okay, that's fine. No worries. We'll get the keys recut and go. But they swapped the keys once already. ეს ჩვენი ველკამ პროსეკო. ნორმ, კაია, გაგვიმარჯოს. გაუმარჯოს ჩვენ ტრიპს. ჯუგე შევკვეთო ჩვენ ამ სასაფრამოშიას. ძალიან მზიანი დილა გათენდა ედინბურგში, საკმაოდ სითბოც იყო, მაგრამ ნუ არა ისეთი, რა თქმა უნდა, მაისურებით რო გვევლო, თუმცა ჩემი ქმარი უკან კადრში მაინც მაისურით ჩანს. ჩვენ სასტუმროსთან იყო ძალიან ცნობილი კაფე, სადაც ჰარი პოტერი დაიწერა, ეს არის Elephant's House, ესე ქვია, რა თქმა უნდა რიგი იყო შესვლისთვის, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული ადგილია, ლოგიკურია, ასეთი ცნობილი ნაწარმოები, ზუსტად აქ დაწერა ჩამოდის, ლოგიკურია, რომ უნდა ნახოს ეს ადგილი და მიიღოს აქაური გამოცდილება. თვითონ კაფე საკმაოდ უბრალო არის, უნიკალურს ხდის ის, რომ როგორც ახლა ფანჯარაში ხედავთ, ჩანს ედინბურგის სასახლე, ძალიან კარგად. მე რა თქმა უნდა ძალიან
ჰარი პოტერული სასმელი ბათერსკოჩ ბიერ შევუკვეთე. ლუდი კრემით ვის გავუსინდებს. სინამდვილეში ეს ლუდი არ არის მეგობრებო. ეს ლუდისავით არის ჩამოსხმული და მე აქვს კრემი. სინამდვილეში არის ტკბილი სასმელი, რომელსაც ხამებთან ერთად გავსინჯავ. და როგორი ჰარი პოტერულია. აზიანი ჩუპა-ჩუპსის გემო აქვს. მართლა. ძალიან გაბრიელია. კაფესთან იყო ეს საღლი და თურმე ცხურზე ხელი უნდა წაუსვა კარგი იღბლისთვის და რა თქმა უნდა მეც ვეცადე. საახა მაქვს მოდლაკი. მოდით რამდენიმე კადრს ედინბურგის ქუჩებიდანაც გაგიზიარებთ. ეს ყველაზე პოპულარული ქუჩაა ვიქტორია სტრით, რომელიც ასევე ძალიან გადატვირთული იყო და ხალხით იყო სავსე და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რაიმეს გადაღება, ცოტა ისეთ ტერიტორიებზე ვიღებდი ხოლმე, სადაც უფრო შესუსტდებოდა ხალხის ნაკადი, ზემოჩანს ედინბურგის ციხე. მაღაზიები ძალიან ბევრი იყო, ადგილობრივი, რა თქმა უნდა, ესეთი შოტლანდიური სამოსი იყიდებოდა ძირითადად, რაც რა თქმა უნდა ძალიან პოპულარული არის. შოტლანდიური ეს იუბკები თავისი პატერნით ყოველთვის ძალიან მომწონდა და შოტლანდიიდან ისე როგორ შეიძლება და წამოსულიყავი, რომ რომელიმე არ მეყიდა და 2 ცალი იუბკა ავარჩიე, რა თქმა უნდა, და წამოვიღე. ეს ნაჭრების პატერნით ურბე განისაზღვრება ბურგის ქუჩებში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქუჩის მომღერლები საკმაოდ ხშირია. ყავა ავიღეთ და წავედით ფეხით ედინბურგის სასახლისკენ და ქალაქის დასათვალიერებლად ზოგადად. ძალიან გაგვიმართლა, რომ ძალიან კაი ამინდი დაგვემთხვა ედინბურგში. ძალიან თბილა. ძალიან ზიანია. ეხლა ვარ ეროვნულ მუზეუმთან. აი არქიტექტურა არის ისეთი, რომ არ ვიცი რომელ მხარეს გავიხედო. უკან გვერდით წინ ყველგან ისეთი არის, რომ თვალს ვერ მოწყობ ვერაფერი. ძალიან ლამაზი ქალაქია. და ზოგადად მეგონა, რომ წვიმიანი იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ წვიმა ძალიან მოხდება ამ ადგილს. აი რაღაც ისეთია, ყავისფერი. წვიმა რომ ძალიან უნდა მოუხმო. ჯორჯიანული სტილის შენობა. გუში საერთოდ ვერ ვიგრძენი ქალაქი, იმიტომ რომ იმდენი ხალხი იყო, რომ აი აურაცხელი რაოდენობის მაგდენ ხალხს ნამდვილად არ ველოდი. ხოდე? ვიუ, ეკრეკნა, ხოდე? ხოდე ისა, ვერ შევიგრძენი რა ერთ სიტყვით საერთოდ ქალაქი და ეხლა გამოვედი, დილის 8 საათია, აბსოლუტური სიცარიელია. ძალიან დიდი პლუსი ის არის, რომ ვიქტორია სტრიტზე ვარ და ვიქტორია, ანუ ჩვენ სასტუმრო ვარ ვიქტორია სტრიტზე და ვიქტორია სტრიტი ხო ყველაზე პოპულარული ქუჩა არის ედინბურგში, ესე იგი სანახაობების ცენტრი და ასე შემდეგ და ამიტომ არც წახლა არ მჭირდება გამოვაბიჯე სასტუმროდან ფეხი და პირდაპირ ვიქტორია სტრიტზე ვარ. შესაბამისად ახლა დილით გადავწყვიტე, რომ ხოდე აუა, ხო, ცოტა შევიგრძნო ქალაქი. აი მე ჰაიაუა ხო და გამოვედი ჩემ შვილთან ერთად დავსეირნობთ, ცოტას აუყვებით, ჩავუყვებით ქუჩას. ხო და ავნახეთ რა ლამაზი. ნუ ნოთინგ-ჰილის ლონდონის და ნოთინგ-ჰილის მერე ეს ხა დიდად ის არ არის დიდი სიახლეს ფერად სახლები, მაგრამ მაინც რაღაცა სხვა ვაიბი აქვს. აი, ასე ლამაზად გამოიყურება დაწყნარებული ვიქტორია სტრით დილით. ჩვენ ახლა ჩამოვედით საუზმეზე, ძალიან ჭირდა მიცინო და
თვითონ breakfast-ის სივრცე ასე ბრძანებურად გამოიყურება და მშვენიერი გარე სივრცეც აქვს. უბრალოდ ეხა სიცივის და დისკომფორტის ნერვი არ მაქვს. აი ეს დასაჯდომები რაც საყვარელობაა. ჩამოჯექი ყავა დალია სუფთა ჰაერს. ეს არის ჩემი საუზმე ავოკადოთი. მაგრამ ჩემი შვილი სრული ტანტრომის ხასიათზეა. ეს მოვიგდო თავისი საჭმელი, ეს ჩემი ყავა. ეს წესით ჩემი შვილის პანკეიკი, რომელიც ასევე უკან მოვიგდო და მოკლედ ასე. ვართ ტანტრომებში დილიდან, ტანტრომის მოგერიებაში. ედინბურგში ჯამში გავატარეთ 2 ღამე 3 დღე, რაც ჩემი აზრით სავსებით საკმარისი იყო ქალაქის აღმოჩენისთვის და შესაგრძნობლად. ეხლა ჩავედით, როგორც ვიდეოში ხედავთ, ართრუსანში, საიდანაც გემით უნდა წავიდეთ შოტლანდიის კუნძულზე. აი ამ მომენტში გემით შევდივართ. კი არა და გემში შევდივართ მანქანით. დავაპარკინგეთ გემზევე მანქანა და ამოვედით ზემოთ და ჩვეულებრივად შეგვიძლია უკვე ვიმგზავროთ 1 საათი გვაქვს წინ სასურველ ადგილამდე მისვლისთვის 1 საათში ვიქნებით უკვე ნაპირზე. გემი არის ერთადერთი საშუალება, რითიც ხვდებით არანის კუნძულზე, ასე ვთქვათ, შოტლანდიის კუნძულზე და ძალიან კაი გამოცდილება არის პირველად ვიჯექი ამ ხელა გემზე. აქამდე მხოლოდ პატარა გემებით მიიბლია, ასე ვთქვათ, მისარგებლია ხორვატიაში და საფრანგეთშიც ვიჯექი გემზე, მაგრამ ის რა მოსატანია ზომით ამასთან შედარებით. ასევე ძალიან ორგანიზებულად დავტოვეთ გემი მანქანებით, რიგრიგობით, ჩვენი მანქანა წინ იდგა და შესაბამისად ერთ-ერთი პირველები გავედით გემიდან და დაიწყო აღფრთოვანება არანის კუნძულით, იმიტომ რომ საოცარი ადგილია, ჯერ მარტო ჰაერია ისეთი განსხვავებული, აი განსხვავებულად სუფთა, მიუხედავად იმისა, რომ აი მთელ შოტლანდიაში და ზოგადად UK-ში არის იდეალური ჰაერი, აი აქ მართლა არაფერი არ ავიძურებს ჰაერს, აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ ყველაფრისგან და აი ესეთი ძალიან ზედმეტად სიმშვიდე და სიწყრიალი არის სრულიად მთელ კუნძულზე. ცხრები ყველას ყავს მე მგონი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აი სახლშიც დავბინავდით და ჩვენი ფანჯრიდანაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ ცხრები, იმიტომ რომ ამ კუნძულზე ყველგან ცხრები იყვნენ. ნახეთ მე რა მაგარი ხედი მაქვს, ვაი, ბოლომდე არ იღება? ვაი, არ იღება. ბოლომდე. ესე ხო არა ხო? აი ეს ნახეთ. ჩიტების ჭიკჭიკი გესმით ხო? რა ჰარმონიული დილაა, იუსუფთავესი ჰაერი, ბუნება, არაფრის ზედმეტის ხმა, მარტო ბუნების. ძალიან კაი ჰაერია, კაი. ეხლა ჩავიცვი, აი ამ სიწყრიალეში და სისუფთავეში მაკიაჟის გაკეთება იქნებოდა ნამდვილი ცოდვა. ხო და არ ვაპირებ ბოლომდე უნდა ვისიამოვნო ამ ბუნების სიმშვიდით, სუფთა ჰაერით და სისუფთავით ზოგადად. ხო და ესე მოვღმოვულდი ახლა ჩემ ზედაში და წავედი, უნდა აღმოვაჩინო ადგილობრივი კოფიშოპი. იმიტომ რომ ხო ზაქარია, მაგრამ ჩვენ სახით უნდა ვიაროთ რამდენიმე კილომეტრი.
ეს არის ჩვენი საჭველი ვჭამეთ fish and chips-ი, როგორც ნახეთ. წინა კადრში. აკეთეთ. არანის კუნძულზე კიდევ 4 დღე ვიყავით, უბრალოდ 4 ღამე, მაგრამ დიდად ბევრი რამე ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ძირითადად დრო მაინც სახლში გავატარეთ, ასე გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ქარი და წვიმა იყო ყოველ დღე და ისევ ძალიან ორგანიზებულად გადავედით მანქანით, პლუს გემით, ისევ და ისევ გლასგოში და წავედით ლონდონისკენ.